დღეს 67 ნინო მარგველაშვილი ვარ თქვენთან და ვაგრძელებ საცვლებიან გლის შესახებ გლის ამბებს საცვლებიანი მგელი შარვალს შაულობს წიგნის ავტორი არის ვილფრიდ ლუპანო და ილუსტრატორი არის მაიანა იტოისი საყვარლესი ეს არდა დეგებზე ვარ ტყეში როდესაც შენს ტაკუცუნებს ერთი პატარა ტყიდან მეორე ტყისკენ გადაადგილებ წლების განმავლობაში ძალიან კარგია თუ შენ ტაკუცებს ცოტათი შორს სხვაგან წაცუნცულებ და არდადეგების შემდეგ დაბრუნდა მგელი თავის სახლში შინ რა კარგია ისევ ტყეში დაბრუნება ჩემი არაჩვეულებრივი სახლი და ყველაფერი ზუსტად ისეა როგორც დავტოვე რა ხდება ტყეში გაკრული არის რეკლამები პლაკატები რისი ზოლიანის საცვლების უნდის ტრუსები არაჩვეულებრივად გამოიყურება როგორი კარგია უნდის ტრუსები ბოლოს და ბოლოს თავს ვგრძნობ ისე როგორც საკუთარ სახლში უნდის ტრუსები მე უნიკალური ვარ ნამდვილი უნდის ტრუსები ცხოვრება მშვენიერია უნდის ტრუსებში რა მაგარი ტრუსები გაცვია და ყველას შეხედეთ ყველას ესეთი ტრუსი აქვს მოიცა ანუ რისი თქმა გინდა რომ ჩემი ტრუსები ეხა შენია? უკაცრავად? ანუ რა თქვა? ხო, მაგრამ თქვენი ყველა საცვალი ჩემნაირია, ჩემსას გავს. შენი უნდის ტრუსები და რა? აი მეც მაქვს. ნახე, თხილის თხილისთვის ჯიბეც კი აქვს. თხილის ჯიბები? რა? Come on, დიდი ფასდაკლება, შეიზეთ ყველაფერი 10 მონეტად და შემდეგ უკვე ჩავალდებ ყველაფერს და წავალ. აი მე ტრუსები, უნდის ტრუსები. აი ეს R რო აწერია R, ეს ნიშნავს რომ ეს შენი არ არის, ეს არის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი. მოიცით და შალისგან არც კია დამზადებული. მოქსოვილიც კი არ არის. თბილიც კი არ არის. მოიცა, ნუ შეხები ამ ნივთს თუ არაპირებ ყიდვას. გასაგებია? ეს არის საუკეთესო ხარისხის. ჩვენ უნდის ტრუსებს ვაწარმოებთ უნდის სახლიდან ძალიან სერიოზული ეს არის რა ქვია დიზაინერული სახლი არის, ხაზი არის, რომელიც დიდი ხანია უკვე არსებობს. გასაგებია? იყიდი თუ არა ეხა ამ დროს? არა, თქვენთვის შეინახეთ ეს ტრუსები. აი მე უნდა გავაფრთხილო, ყველა რაც არ უნდა დამიჯდეს. გამარჯობა, ქალბატონო, დავიღალე ქსოვით. წავედი რომ ფრთები გავშალო. რა დროს დასვენება და არ დადეგებია. ეს უაზრობა არის, თქვენ არ გაქვთ უფლება. და აბაკუნებს თავის ფეხებს, გაგიჟდა, ანუ თავისი ტრუსი კი უცბად დაერაღა, რომ აცი და თან ისეთი არ არის, როგორც მისი, მაგრამ
მოიცა, რისი უფლება არ გვაქვს, რომ ჩემი ტრუსიკები ჩაიცვათ. ხო, მაგრამ შენი ტრუსიკები არ არის, ეს ვუნდიმ გამოუშვა. რა საერთოდ არ მისმენთ. თუ ესია, მე საერთოდ აღარ ჩავიცვამ ამ ტრუსიკებს. აღარ ჩავიცვამ. აჰა. მოისროლა ფანჯრიდან. კარგად იყავით. ხო, აი ამეებსაც გადავუყრი. ვიღა სჭირდება ეს ტრუსიკები, ჰა? მე სულ არ მჭირდება და ცეცხლში. შვენივრად შემილია აი ამ დებილური ტრუსიკების გარეშეც. მე სულ აღარ თბილა. უეცრად სამწუხაროდ. მაღლა. ხშირად არის ხოლმე ცივი ქარი, როცა უბერავს. კარგი ტყეში ჩავალ. აქაც ცივა. ვაიმე თითქოს მკბენს ეს ციცივე. უნდა შეჩერდეს ეს სიგიჟე. ქცივა? იყიდე მერე ვუნდის ტრუსიკები. ვაიმე ძალიან რთულია. რამე პრობლემა გაქვთ ბატონო მგელო? არა, კი, ტაკო ისევ გამიცივდა და მოიცა დაკარგეთ თქვენი ტრუსი? არა, ტრუსიკებზე არ მელაპარაკოთ გთხოვთ. ხო, მაშინ თუ შენ ახალტანის ამას ეძებ, იქ არის ერთი. ყორნის მამა ყორანის საფრთხობელაზე. მოდი, მოვისინჯოთ. გელი შარვალში. ცუდი არ არის მე მგონი. დიახაც, რატომაც არა. გელი შარვალში შესანიშნავია. არა, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ და უცნაურია, მაგრამ მე მგონი შევეჩვევი. მოიცა, ვინ წაიღო საფრთხობელას შარვალი? მოემზადეთ, იმიტომ რომ თქვენს წინაშია გელი შარვალში. მოიცა, რა უნდა მგელს? მე მგონი უბრალოდ თავს იწონებს ჩვენს წინ. შარვალი? რა შარვალში? ხო, მაგრამ ეხა ყველაზე მაგარი არის ვუნდის ტრუსიკები. უცბად ვიღაცა ტირის. რა გჭირს, ბავშვო? არავინ არ მეტამაშება, იმიტომ რომ მეუბნებია, რომ ლუზერი ხარო, იმიტომ რომ ესეთი მაგათნაირი ტრუსიკები არ მაწვია მეო. კაი რა, არც ეგეთი სერიოზულია ეს ყველაფერი. ის რომ შენ არ გაქვს ვუნდის ტრუსიკი, არ ნიშნავს რომ ლუზერი ხარ. შემომხედე, ნახე, არც მე არ მაწვია. და რა, ეს ნიშნავს რომ მეც ლუზერი ვარ, ჰა? ნახე თან, აი ეს მაქვს მე. შეიძლება, აი ცოტა შორს დადგე ჩემგან გთხოვ, ის უკვე ბევრი პრობლემა მაქვს. აღარ უნდა დაეცინოთ, ხო? გადის ახლა გაფრაზებული დაბოჯიალობს მგელი და ხედავს რომ ეს პლაკატები. ჩემი ტრუსები, ჩემი წესები. ჩემი ტრუსები, ჩემი წესები და გადაკრულად მოაძრო და თხილის პლაკატზე არის გადაკრული, ხო? უკვე დავიღალე ამ რეკლამებით. მოაძრო ეს ტრუსიკისის და მართლა ვერ ხვდები რა ხდება. ვერც კი ხვდები რა კარგად ვიყავით მე და შენ, ჩემო ტრუსიკო ერთად. ტრუსიკებო, რა არის შენი ფასი? რას მალავ ჩემგან? რამეს მალავ ჩემგან? რა გინდა რომ მითხრა? ვინ არის ის მგელი, რომელიც შენ თქვა სითბოში, შენს თავშესაფარში, რაღაა ჩემგან თუ შენს სითბოს და თბილ თავშესაფარში აღარ ვიქნები.
რა გვაერთიანებს მე და შენ ჩემო ტრუსიკო? მე ვარ მე შენს გარეშე? ანუ აი შეზრდილები იყო ხო ტრუსიკის გარეშე საკუთარი თავს ვეღარ ხედავ და ვეღარ წარმოიდგინე. არა მე ვიცი ეხლა წავალ და მოხუც ბრძენს ვკითხავ რომელიც მთაზე ცხოვრობს პასუხებისთვის. მოხუცი ბრძენის გამოქვაბული. ბრძენი მთა 4 მილი. და წავიდა. მას ეცოდინება ის ბრძენია. მაგისთვის არ არიან ბრძენი ადამიანები, მათ ბევრი რამე იციან. და რა ნახე რა გზა უნდა გადაიაროს, არ უნდა ჩავარდეს ვიწრო, წვრილი გზები უნდა გადაიაროს. ფეხი მეტკინა. მოხუცი ბრძენი მთაზე მცხოვრები, ალბათ მთაზე ცხოვრობს, ალბათ ბევრი სტუმარი არ უნდა ყავდეს. როგორი გრძელი და მტკივნეული გზა ყოფილა. მაგრამ მოვდივარ. ალბათ რამდენი რამე რაც არც ისე ბრძენ ცხოველებს არ გვესმის. უნდა მეფიქრა ამაზე. მოგესალმებით თქვენ მოხვედით მოხუცი ბრძენის გამოქვაბულში, რომელიც ზის მთელი დღე და ფიქრობს ბევრს და კიდევ უფრო ბევრს. მოიცა აქ არავინ არის. მაგრამ რა არის ეს რბილი რაღაცა? იქნებ შენ ხარ ვინც რბილია. გაიგე მალე ანუ ხმაროა მოიღო უცბად. მოიცადეთ თქვენ ხართ ის მოხუცი ბრძენი რომელიც მთის გამოქვაბულში ცხოვრობს რომელიც ფიქრობს ბევრს და კიდევ უფრო ბევრს. დიახ, მაგრამ ბიძია პარიკი. შეგიძლია დამიძახო მე. არ ვიცი რა გავაკეთო ბიძია პარიკო. თითქოს ჩემი საცვლები მოიპარესო. ხო, მაგრამ შენ ხო გაქვს შარვალი, რომელიც გაცვიეხო და თავის საქმეს აკეთებს. კი, მაგრამ ეს შარვალი იმიტომაცვია, რომ მას არ აქვს ეს სავაჭრო ნიშანი დადებული. მაგრამ დიდად ვერ ვგრძნობ ამ შარვალს, თითქოს ჩემი არ არის. მაგრამ ტრუსები, რომელსაც ზოლები აქვს. ისეთი თბილი იყო. მათ გარეშე, შემილია მათ გარეშე გავიარო და ვიცხოვრო. გაჩვენებ გზას მე. გააკეთა თვითმფრინავი და მოისროლა. პასუხები შენ შეკითხვებზე გამოქვაბულშია. იქი პოვი. და რატომ სიტყვებს ანაცვლებთ? რატო ლაპარაკობთ ესე? ესე ჟღერს ჭკვიანურად ესე. და შევიდა გამოქვაბულში. პასუხები. ამ მატყლის ამ უზარმაზარ გროვაში უნდა ვიპოვო? ვაიმე, არც კი ვიცი რას ვეძებ. მაგრამ უნდა აღნიშნო, რომ არც ისეთი ცუდი აქ. როგორი რბილია და თბილია. მყუდრო. შეიძლება აქ დავჭე ცოტა ხანი კიდეც, აღარც მცივა, აღარც ვდარდობ არაფერზე. ჯობია საქმეს დაუბრუნდე. მოიცადე, ავიღო. ვაიმე, რას გკეთებ აქ? თქვენ გეძებდით ყველგან. ჩემს ტრუსებზე პრობლემები მაქვს. მოიცა, აქ ვერ დარჩები. ეს თბილი, მყუდრო გალია. მართლა? ცოტა ხანი წავედი, გავფრინდი, დავიღალე ქსოვით ჩემს ტოტზე ჯდომით ხო და გადავწყვიტე ჰაერზე სერფინგი მეცადა და სკუბა დაივინგი გამომეცადა. მაგრამ ეხლა ისევ მომაწვა ქსოვის წადილმაო. აქ ვიყავია. ხო და ახლა იმისთვის მოვიდი, რომ საუკეთესო მატყლი შევაგროვო. ბიძია პარიკის მატყლი.
მე ამას ვიყენებ, რომ შენი ტრუსები მოგხსოვო. იცოდიო ესო? მართლა? მაგრამ აქ რას აკეთებ ისე ჩვენში რო დარჩეს? ვეღარ ვიცვა. ყველასაცვია. სამაჭრო ნიშანიც კი დაარეგისტრირეს. ჩემი იდენტობა მომპარეს. ის რაც მე მხდი და მე ვიყავი საცვლებიანი მგელი. მოიცა იმ უნდის ტრუსებზე იწახი? ხო, ტრაგედია. აი რა, ეს ტრუსები შენ მგლად კი არ გაგწევს, შენ მცხარ. მოიცა. ანუ გელი ვაქცევ მე ამ ტრუსებს? არა, არც ერთი. მაშინ რა? შენ გელი, რომელიც გაცვია საცვლები, რომელიც საცვლებს ქმნი მგლისას. გასაგებია? მე მგონი გავიგე. რადგან მე ვარ ჩემი თავი, როდესაც მაცვია ეს ტრუსიკები, ანუ თავს ვგრძნობ იდეალურად, როცა ეს ტრუსიკები მაცვია, მაგრამ ასევე ეს ტრუსიკები არის ასევე მე, როდესაც ისინი მე მაცვიაო. ზუსტად ეგრე არისო, რა თქმა უნდა, ანუ შეგიძლია რომ შემიცვალო ახლა ტრუსებიო? აბა რა, ჩემო მეგობარო, შემდეგი გაჩერება ჩანჩქერი. ლანჩზე ხომ არ დარჩებით? არა, ჩვენ უნდა მოვგზავნოთ შალი. ჯერ პირველ რიგში უნდა გავრეცხოთ შალი, რომ ძალიან გავათეთროთ. მართლა? შემდეგ უნდა ზღარბებმა ითამაშონ შალში, რომ ჰაერით და ჟანგბადით გაჟღინთონო. გაანიავო უნდა. ჯერ გარეცხო, მერე გაანიავო. ვაუ, შემდეგ უნდა დავკრიფოთ ჟოლო. მართლა? შემდეგ უნდა მოურიოთ ნახევარი შალი ჟოლოსთან ერთად. ყველა ჟოლო, მთელი ჟოლო ჩავყარავთ? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან წითელი გამოვიდეს. შემდეგ ჩვენ ძაფის გორგალს გავაკეთებთ. ახლა დაიწყება ჩადოსნობა. მე მოვგსოვ შენს ტრუსიკს. რანელია, ძალიანელია. ხო, გსოვა, დრო სჭირდება. დადამ! ვაიმე, თვალებში გულები. ჩემი საცვლები. ისევ დამიბრუნდი ჩემო სიყვარულო, ჩემო უძვირფასესო ტრუსებო. შენ აი ამ ტყის მიწაზე სინათლეს ასხივებო. ეს მე ვარ გელის საცვლებში და მე მზად ვარ რომ სამყაროს თვალებში ჩავხედო. თუ არის რაიმე ესეთი უხარისხო და უფერმკრთალი ასლები ჩემი სტილის ყველგან ძალიანაც ცუდი. იმიტომ რომ მე მაინც მე ვარ. ეს ხელს არაფერში არ შემიშლის. და გამოიარა ტყეში ისევ და რას ხედავს? ტყეში ახალი საცვლების რეკლამა არის. როქსერ შორტები, საცვლები, რომელიც ყველაზე კარგად და კომფორტულად გამყოფებს. შენი ტრუსიკი როგორი მოდიდან გადასულია, რაღა დროს ამ ტრუსიკის ჩაცმა. არავის აღარ აცვია ესეთი ტრუსიკები. ვის ადარდებს მერე? მე როქსერ შორტები თხილის ჯიბეების ბრენდის პროდუქტია. მაჩვები იძიებენ. ვიღაცამ მამა ყორანის საფრთხობელას შარვალი მოპარა. ვაიმე სასწრაფოდ განგაში ავწიოთ. მგლის საწინააღმდეგო ბრიგადა შემთხვევისკენ მიეშურება. რაღაც მაწუხებს ისე. გისმენ? არა,
რაც საჭიროა საერთოდ საფრთხობელები, რომ ჩიტები შეაშინოს. ხო და ეგ მაგაში არის ჩემი საქმე, მან დავებენი. მოიცით ეს მამა ყორანიც ჩიტი არ არის? ხო. ტყულს არ იძახე. და ამ დროს გელმა დააბრუნა. ვიპოვეთ შარვალი! როგორი წარმატებული გამოძიება არის. ჩვენ მართლაც ძალიან მაგარი ბრიგადა ვართ. იმიტომ რომ ესეთი ტანსაცმელი გვაცვია ჩვენ. დასასრული. ეს იყო და ეს რამდენი ინერვიულა მგელმა. და როგორი უცნაური არა, რაღაცა რაც გქონია რომ შენია, ხო? და შენ გამოგხატავს და ზუსტად იგივე არ იყო, ხო? ის არ ჩალის იყო, არც თბილი იყო, ხო? მაგრამ რაღაცა მსგავს ხედავ რომ სხვებიც აკეთებენ და მგელი აღელდა რომ ვაიმე, ანუ მოიცა, ჩემ თავს ვკარგავ. დაწვა კიდეს თავის ტრუსებს, მაგრამ ბოლოს მიხვდა რომ ჰეი, შენ ხარ მგელი, შენ რო გაცვია ეს ტრუსი კი შენ ხარ ესეთი მგელი. და ეს ტრუსი კი შენ რო გაცვია შენზე არის ესეთი, ხო? არ აქვს მნიშვნელობა. შენ ხარ შენ. მოკლედ, ისი ამოვნეთ. იმედი მაქვს, ცოტა იცინეთ. და გემშვიდობებით, ტკბილ წელს გისურვებთ. შემდეგი დღიდან შეიძლება მგელსაც წაკითხოთ, მაგრამ ახალ წიგნებს შემოგთავაზებთ. მიყვარხარ.